ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის განცხადება არც მმართველ პარტიას არ მოეწონა. კონკურენტი პარტიის ლობისტების მიერ მიწოდებული არასწორი ინფორმაცია ასე აფასებს მმართველი გუნდი ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის მწვავე შეფასებებს. ჩიორა თაქთაქიშვილი არ გამორიცხავს, რომ ინფორმაცია, რომელსაც კონკრეტული პარტიის ლობისტები საერთაშორისო დამკვირვებლებს აწვდიან, არასწორია. ნაციონალური მოძრაობის პრესპიკერი აქცენტს ასამბლეის განცხადების მხოლოდ იმ ნაწილზე აკეთებს, სადაც ეუთოს დელეგაცია ხელისუფლების დადებით მხარეებზე საუბრობს. შეგახსენებთ, რომ ეუთოს საპარლამენტო ასამბლეამ საქართველოში ვიზიტი მწვავე გამოსვლით დაასრულა და სასამართლოსა და სახელმწიფო აუდიტის ქმედებებს შემაშფოთებელი უწოდა. მნიშვნელოვანი არის, რომ ეუთოს საპარლამენტო ასამბლეამ ხაზი გაუსვა იმ წარმატებებს, რომელსაც საქართველო მიაღწია 2008 წლის არჩევნების შემდგომ, ხაზი გაესვა მთელ რიგ აშკარა ძალისხმევას, რომელიც მიმართული იყო საარჩევნო სიების დაზუსტებისკენ, რომელიც მიმართული იყო წინა საარჩევნო კამპანიის დაფინანსების გამჭვირვალობის უზრუნველსაყოფა. განსაკუთრებული ყურადღება არის გამოსამახულებელი იმ ფაქტზე, რომ კონკრეტულ შემთხვევაში შეიძლება ის ინფორმაცია, რომელიც წარდგენილი არის საერთაშორისო დამკვირვებლებისთვის, კონკრეტული პარტიის ლობისტების მიერ არ არის ზუსტი.